ჩვენ გვაქვს ერეკლეს წერილი, ასე უნდა. რუსეთი ყოფილი დიადი საქართველოს რა ტერიტორიასაც როდესმე დაეუფლება, ყველაფერი საქართველოს სამეფო შემადგენლობაში შემოვა. რა შეეხება ჯარს, მე ჯარი ამჭირდება თქვენი, მაგრამ თუ მაინც და მაინც უნდა შემოიყვანოთ რამე ბატალიონი, მეო ეხა დაღესტნელების რაზმები მყავს დაქირავებული და უხდით ანხასო, ბინას გამოუყოფო, მაგრამ ხელფასი თქვენ უნდა გადაუხადოთ. აი ეს არის ერეკლეს წერილი. ამ წერილის მერე უკვე მოსდევს პეტერბურგიდან ტრაქტატის ტექსტი, რომელშიც პრინციპში ეს ყველაფერი გამეორებულია, ერთი ძალიან ძიმე მუხლია იქ, ეს არის მერვე არტიკული, რომელშიც წერია, რომ აწი საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსი ან არქიეპისკოპოსი ვინც იქნება მანდ, შედის რუსეთის სინოდის წევრად. და რაც შეეხება მიმოწერის ენას, ამას დამატებითი არტიკულით განსაზღვრავთ. სხვათა შორის, შემდგომ პერიოდში მთელ მე-19 საუკუნე რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ავტოკეფალია თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკულით გაგვიუქმდა და 1811 წელს უბრალოდ ფორმალური აქტი იყო, როდესაც კათოლიკოსი ეგზარქოსით შეცვალეს და მადლობა გადაგვიხადეთ, რომ ეგზარქოსით შეცვალე და არა არქიეპისკოპოსითო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას წინასწაროვით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა იურიდიულად 1787 წელს შეწყვიტა არსებობა, შესაბამისად არსებობა შეწყვიტა ამ მუხლმაც. მოხდა შემდეგი რამ, ჯერ იყო და ტრაქტატის დადებიდან 2 წლის თავზე 1785 წელს ომარ ხანი იყო ეს ერთ-ერთი დაღესტნელი მმართველი ნუცალი ავალების წინამძღოლი შემოვიდა საქართველოში ილაშქრა. ამ დროს ეს რუსული ბატალიონი დგას აქ. ერეკლე მარიობა. რუსულ ბატალიონს უნდა ეცვა. თითიც არ გაურყევიან. გარკვეული ტერიტორია აოხრა. ომარ ხანმა უფრო ქვემოქაძია საუბარი ტრადიციულად და სტანდარტულად მე ერეკლეს მოწერა. რომ ხედავო, ნახეო, რომ თითიც არ გაურყევიათ რუსებს. მათ ეს ტრაქტატი შენს დასაცავად ან კავკასიაში მართლა რეალური საქრისტიანული პოლიტიკის გასატარებლად აჭირდებოდათ. სხვა მიზნები ჰქონდათ. ერეკლეც მიხვდა, რომ ეს მიზანი იყო, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით ჩაშლილიყო ოსმალეთთან ტრაქტატი და ჩაშლილიყო ბრიტანეთთან ტრაქტატი. ბრიტანეთისა და ოსმალეთის თვალში ერეკლე ძალიან არასანდო პიროვნებად, არასანდო პარტნიორად წარმოჩინდა, აი ამით. და თვალნათლი დაინახა 1785 წელს უკვე ერეკლემ ომარ ხანის აი ლაშქრობის დროს. მაგრამ 2 წლის თავზე, როდესაც მორიგი რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო 1787 წელს, მთლიანად დაარღვია ტრაქტატი რუსეთმა, იმიტომ რომ გეორგიევსკის ტრაქტატის თანახმად ნებისმიერი საერთაშორისო ომიანობის პირობებში რუსეთს უნდა დაეცვა ქართლ-კახეთი და წესი და რიგით მას უნდა დამატებითი ჯარები შემოიყვანა საქართველოში, იმიტომ რომ სავსებით რეალური იყო, რომ ოსმალეთთანაც ვთქვათ, კავკასიის ფრონტზეც ოსმალეთთან ამტყდარი იყო, ხო, ბრძოლები. ის ბატალიონს გაიყვანა და მარტო მიაგდო ოსმალეთის წინაშე ერეკლე რუსეთმა. აი ამ აქტით, რაც როგორც ვიტყვი, ღერძი იყო ტრაქტატის, რომ პარალელობაში შემოვდივარ და საერთაშორისო ურთიერთობებში ჩემ ყველანაირად შენთან რომ ვათანხმებ, იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით შენ ხარ გარანტი ჩემი უსაფრთხოების და პირველსავე ომში შენ გარბიხარ. მორჩა ტრაქტატი გაუქმდა. 1787 წელს, როცა რუსებმა ბატალიონი გაიყვანეს რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების დღეებში, გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთისავე ხრიდან იქნა გაუქმებული. არსებობა შეწყვიტა. იმიტომ რომ პირობის დარღვევა გაუქმებას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, შესაბამისად ყველა მუხლმაც. მანამდე რა მოხდა ახლა ეს ტრაქტატი რო დაიდო, როგორც თქვით, გასაგებია რუსებს ისედაც პატიმრობაში ყავდათ, უხოთ არავინ არ იცოდა, მათ შორის არც ერეკლემის ალექსანდრე ბაქარიძე და გაიყვანეს და ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა ამაზე ბრიტანეთს, რაც მე კწანის ბრძოლაში იჩენს თავს და ოსმალეთის თვალშიც ერეკლე წარმოჩინდა არასანდო კაცად. მაგრამ ნახეთ რა ხდება. 1788 წელს ოსმალეთი ანახლებს ერეკლესთან მოლაპარაკებებს. 1789 წლიდან ოსმალეთის სულთანი ხდება სელიმ მესამე, დედით ქართველი და ყველა მინისტრი ქართველი. და ამ დროს ხდება ესეც საოცარი რა. 1794 წელს რო გარდაიცვალა სოლომონ პირველი, იმერეთის მეფე გახდა დავით გიორგიძე, მის ბიძაშვილი.
99 წელს დავით გიორგიძეს აუჯანყდა სოლომონ მეორე ერეკლე შვილიშვილი განდევნა თვითონ გახდა მეფე მაგრამ იქ რამდენიმე დავით გიორგიძის დროინდელი ვეზირი სიკვდილით დასაჯა მათ შორის ჩემი მოგვარე ერთ-ერთი და რასაც მოყვა აჯანყება იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებოდი წინა მეფეს და შენ რატო გჯი და სოლომონი დაამხეს იმერლემ ერეკლემ დასაწყნარებლად თავისი შვილიშვილი ივანე ბაგრატიონი შეუშვა იმერეთში მაგრამ საპასუხოდ მთელი დასავლეთის დელეგაცია ჩამოვიდა თბილისში ეს იყო ყველა იმერელი ფაქტობრივად 90% თავადაზნაურობის გურიის სამეგრელოს პლუს ყველა სამღვდელო დიდი დარბაზი შეიკრიბა თბილისში და ერეკლეს მოთხოვეს რომ არავით არ სოლომონი გვინდა არავინ არ გვინდა შენ უნდა იყო ერთიანი საქართველოს მეფე ზუსტად ამ პერიოდში ოსმალეთი უფორმებს ხელახლა ტრაქტატს ერეკლეს და უთმობს დასავლეთ საქართველოს და აქ მოხდა ერთი ესეთი რამ აქ უკვე შიდა პოლიტიკურმა საკითხებმა იჩინა თავი დარეჯანის მოთხოვნით ერეკლემ თავის შვილიშვილს ტახტი არ ჩამოართვა სოლომონ პირველი გამოაცხადა და მაინც ისევ იმერეთის მეფედ ოღონდ გაფორმდა ივერიელთა ერთობის ტრაქტატი ანუ ესეთი მოდელი შეიქმნა რომ ყველა კუთხეს ისევ დარჩებოდა თავისი მეფე მთავარი ოღონდ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე სრულიად საქართველოს მეფე იქნებოდა ანუ ზე მეფე პრინციპში ეს პროცესი უკვე ნიშნავდა მაინც გაერთიანებას რა თქმა უნდა ჯობდა ალბათ ერთი მეფე მაგრამ მან სხვა პრობლემა იყო ტახტისთვის იყო უკვე ბრძოლა წასული ერეკლეს ტახტის მემკვიდრე იყო გიორგი მე-12 რომელიც ამ დროს უკვე ფაქტობრივად დაავადებულია და პოლიტიკურად რეალურად აბსოლუტურად უვარგის მდგომარეობაში იმყოფებოდა დანარჩენი შვილები დარეჯანის შვილები იყვნენ მამ შვილებში ერთ-ერთი იყო ვახტანგი რომელიც მაშინ არაგვის ერისთავოს განაგებდა ვახტანგ ალმასხანი რომელსაც ძალიან უნდოდა რომ როდესმე მას ღირსებოდა მეფობა და შესაბამისად გიორგი მე-12-ის ასე ვთქვათ პოზიციების გამყარება არ აწყობდა სოლომონ პირველი სწორედ დარეჯანის შვილიშვილი იყო ანუ დარეჯანის ქალიშვილის და არა გიორგის დედის განშეძენილი ქალიშვილის შესაბამისად სოლომონ პირველს იმერეთის ტახტზე ოპოზიციონერები გიორგი მე-12-ისა თავიანთ დასაყრდენად განიხილავდნენ და ეს ყველაფერი მუშაობდა სამწუხაროდ ისევ უჩემო თვითიმღერეთა ისევ ვერ გაყოფ ამ ტახტის თანამდებობის ეს უდიდესი თავსატკივარი და პრობლემა რომელიც საქართველოს წინაშე იდგა მართლაც 1791-12 წლებში მოჩა რუსეთ-ოსმალეთის ომი ყველაფერი ისე გაფორმდა როგორც კუჩუკაინაჯის დროს იყო ანუ რეალურად საქართველო დამოუკიდებელია მაგრამ 91 წელს ერეკლე წერს ანდერძს რომელი ანდერძის თანახმადაც ხაზინა რჩება 6 ვარს ერთობლივად და მათ მორიგეობით უნდა იმეფონ ჯერ გიორგიმ მერე იულონმა მერე ვახტანგ ალმასხანმა და ასე 6 შვილია ჩამოთვლილი სხვა ჩვენს ცნობილი ალექსანდრე ბატონიშვილი ამ სიაში არ არის მერე უფროსი ვაჟის უფროსმა მერე მომდენო და ასე შემდეგ აქ კიდე ერთი პრობლემა იყო ვოლტერიანელი იყო საკმაოდ სუსტი ყოფაქცევის ვთქვათ ესე ანუ მოთამაშე და უზნეო გიორგი მე-12-ის უფროსი ვაჟი დავითი მან ერთი სიმონიანის ცოლი მოიყო ქალი მოიყვანა ცოლად გააკოთ მილიონერი სომხის გააკოტრა ის ოჯახი მერე დააბრალა მოწამლავი უნდოდაო გაშორდა მერე რო სხვა ცოლი მოეყვანა და ეს ვთქვათ აზარტულ თამაშებში დაეხარჯა ეს თანხები ერეკლე ხო უყურებდა როგორიც ყავდა ესე იგი გიორგი წარვარგოდა იმის უფროსი შვილი წარვარგოდა მართლა არ შეიძლებოდა მათთვის ტახტის გადაცემა მეორე მხრივ ერეკლეს თავის ეს უფროსი შვილი სიგიჟემდე უყვარდა ხო არის არა სიჭაბუკის შვილი და ვერც წირავს ბოლომდე მისი მომდენო შვილი სხვა ჩვენს იულონი ძალიან სერიოზული იყო ასევე ძალიან სერიოზული პიროვნება იყო გიორგი მე-12-ის მეორე ვაჟი ივანე ბაგრატიონის როგორც მეცნიერი მოაზრობდა ივანეს სხვა ძმები უდიდესი ვეტექიმი და ერთ-ერთი ალბათ სოფლიო მასშტაბით აი მეცნიერი ვეტექიმი უდიდესი ბაგრატ ბატონიშვილი ან თეიმურაზი რომლებიც ერეკლესთან და პაპასთან მეგობრობდნენ ძალიშიც მონაწილეობდნენ ისინი უკვე დასულები იყვნენ ივანე მაგალითად ალექსანდრე ბატონიშვილზე უფროსი იყო ასაკით მაგრამ
აი სწორედ ამ შექმნილ ვითარებაში ვერ ღებულობს ერეკლე გადაწყვეტილებას რომ ერთი ვინმე შეარჩიოს მას ყავდა ღირსეული შთამომავლები მაგრამ აი ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო და უნდა მიიღო ალბათ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა მისი რომ ერთი შეერჩია ის გამოეცხადებინა თანამეფედ მემკვიდრედ და ყველანი იძულებული გაეყადა რომ მას დამორჩილებოდა თუნდაც ეს მისი ქალიშვილის შვილი სოლომონი ყოფილიყო არა აქვს ამას მნიშვნელობა ასარჩევი ქონდა მაგრამ არჩევანი გაადაავადა გააკეთა ესე რომ რიგრიგობით ემეფად რამაც რა თქმა უნდა მე ძალიან მძიმე როლი ითამაშა უკვე და გადამწყვეტი როლიც ითამაშა 1800 პირველ წლების მოვლენებში. მანამდე კი ერთი უბედურება დაატყდა კიდე საქართველოს ტახტს. და საქართველოს ბედს. 1795 წელს ირანში ყველაზე მეტად გაძლიერდა ყაჯართა ტომის ბელადი, საჭურისი აღამ ახმატხანი, რომელსაც უნდა თავის შახად გამოცხადება და რა თქმა უნდა ხა ერეკლეს თანხმობის გარეშე მით უმეტეს საჭურისი ამას ვერ მიაღწევდა. ის შემოვიდა და იწყებს ყარაბაღის სახანო ერთ-ერთი ძლიერი სახანო იყო იმის დამორჩილებას. მრავალთვიანი მოლაპარაკება ქონდა ერეკლესთან. რომ ცანი ირანის შახად ერეკლე წინააღმდეგია. ოდოს ის მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთთან. რუსეთის წარმომადგენლები ეს გუდოვიჩი იქნება თუ სხვები პირდაპირ ანიშნებენ რომ შენ თუ აოხრებ თბილისს ჩვენ ამჯერად ომში არ ჩავერევით. პარალელურად ერეკლეს წერეთ რომ ჯარი არ შეკრიბო მობილიზაცია არ გამოაცხადო იმ დროს იქნება ომის პროვოცირება უკვე შენ იქნები დამნაშავე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ირანთან ჩვენი ანგარიში გვაქვს ნუ ჩაგვერევი მოკლედ დროს აკარგვინებდნენ და მობილუნარიანობას უკარგავდნენ საქართველოს სხვა ავი გამზრახავი კავკასიელებიც ფულს უხდიდნენ ვისაც ერეკლე და საქართველო არ უყვარდა მაგალითად ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა 100,000 ოქროთი გადაუხადა აღამ ახმატხანს მიდი თბილისი აოხრა და ყველაზე დიდი უბედურება რა არის ამ დროს აღამ ახმატხანის ბანაკში იმყოფება განუწყვეტლივ იმყოფება ბრიტანეთის ელჩი რომელიც პირდაპირ აიძულებს და ის იასეთ ინცაძეს ამ დოკუმენტები გამოქვეყნებული აღამ ახმატხანს რომ ილაშქროს აიღოს თბილისი და რათა დაარწმუნოს კიდევ ერთხელ დაარწმუნოს ერეკლე რომ რუსები მზაკვრები არიან რუსების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ აი ერეკლემ რომ მაშინ გატეხა პირი და დაარღვია ბრიტანეთთან ტრაქტატი აი ამიტომ ისჯება რომ შეიძულოს ერეკლემ რუსები საბოლოოდ და დარწმუნდეს რომ რუსების ნდობა არ შეიძლება ერთ-ერთი ან ეს არის ერთგვარი როგორ გითხრათ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა მარკესის რო არის ესეთი გამოცხადებული აოხრების ქრონიკა წინასწარ ყველაფერი იცის